ეს ზოგადად აქ თუ მოხვალთ და მე თუ შეგხვდებით და გიჟი ვიძივარ და რაღაცებს მარტო ლაპარაკობ, ვიდეოს ვიღებ, არ გიგონოთ რომ გავგიზდი. თუ პატარა ბუტოს სინდრომი გაქვთ და სხვისი პერფორმანსი გაღიზიანეთ, აქ ნუ მოხვალთ, რადგან აი ასეთი რაღაცების ყურება მოგიწევთ. სანამ აქამდე მივიდოდეთ, შევიკრიბეთ სანაპიროზე, საწვავი შევისეთ და აღმოაჩინეთ, რომ ლილოში, რომელიც ჩვენგან 23 კილომეტრშია, თურმე წვიმს. ეს შეხვედრები წინასწარი გეგმება ხოლმე და თუ არ მიხვალ, შემდეგი ვიზიტი სავარაუდოდ ერთ კვირაში მოუწევს, ამიტომ ბედს მივენდეთ და რა თქმა უნდა, მაინც წავედით. ამ ვიდეოებში როგორც წესი მხოლოდ მოტოზე და ლილოზე ვსაუბრობ, თუმცა რეალურად იმ გართობის დიდი პორცია, რითვისაც არ გვეზარება და აქ დავდივართ, წრეზე სიარულის გარდა ხალხის გაცნობა და ურთიერთობაცაა. ასე აღმოჩნდა. იმის მიუხედავად ეს ყველაზე სასიამოვნო ვიზიტი გამოვიდა. სიმართლე გითხრათ, წინა კვირას ბევრად მეტი ვისწავლე და სავარაუდოდ უკეთესადაც ვიარე, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, მე აქ საჩემპიონოდ არ დავდივარ და ამ ეტაპზე ეს ყველაზე კარგი განტვირთვაა. რისი მიღებაც ყველას უმცირესი ბიუჯეტით, მე ვიტყოდი ფაქტიურად უფასოდაც კი შეგვიძლია. მოგესალმებით მეგობრებო, ესეც შემდეგი შეხვედრა ლილოზე. ამინდი ცოტა თავისებური. წვიმ და ველოდებოდით რომ გამშრალიყო. ცოტა აშრა, ეხა შევალთ. საკმაოდ ბევრი ხალხია, დღეს წინა ვიზიტი მე ჩავაგდე, ვერ მოვედი და მიხვდით ალბათ რის გამოც. და ახერაცელზე ვივლით. აკეთობისას აღმოჩნდა, რომ აქ არ ჩანს საბურავი მაქვს, რაღაცა ადგილას ისე გაფუჭებული, რომ ჩანს კაპრონი და შემთხვევით შევამჩნი, რანაირად დამემართა ეკაჯობა, არ ვიცი. მუშაობს როგორც iPhone-ზე, ასევე Android-ზე. გადმოწეროთ Race Chrono App Store-დან და გაჩვენეთ როგორ დავასეტაპოთ დეტალურად. სად ვიქნები სხვაგან თუ არა VS Coffee-ში. წელი შოკოლადი შევუკვეთე, ჩაფხუტი დავიხურე, დროებით ვერ ვსვავ. უეჭველი შემოიარეთ, ეს არის VS Coffee. ძალიან კაი ყავა, ყველანაირი პროდუქტი, რასაც შევუკვეთავთ, სენდვიჩებიდან დაწყებული ყავით დამთავრებული. შეგიძლიათ უთხრათ super skin-ი და მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას, ან შეგიძლიათ არაფერი არ უთხრათ და არაფერსაც არ მიიღებთ. შევხვდებით ლილოში, წავედით. Race Chrono ვერ დავაყენეთ, ვიდეოში საუბარი დავიწყე რა მაგრა ყენდებათ და ვერ დავაყენე. მითხილობ ჩემი ბარათით, მოკლედ ნუ რაღაცები როგორც ხდება ხოლმე, პირველ წუთაზე არაფერი არ გამოდის, როგორც წესი და მაგ ყველაფერსაც რა თქმა უნდა გაჩვენებთ. ძალიან კაი საქმე საკეთებ შენ ამის პოპულარიზაციით და მადლობა მაგის. პირიქით, დასწორებ ძალიან, რატომაც არა. აუ, ძმას ხელი შეუშალე. ვა, ნახე, ფრანჩესკო ბანიაია. ძმამ ფეხი ჩამოაგდო. კი, ნახე რა უნდა გაჩვენო. ეს სად არის? ეგ არაფერს არ გიშლის არის. ხო. ამათ უშლი ხელს, ცოტა ხანი დაველოდები და მე შევა. ხო, გაშვეს რა. ესენი სწრაფად დადიან და სიარული არც გიწევს დიახია. თუ მოხდა ის კადრი, იმაზე ვამბობდი 112-მდე ერთი ნაბიჯი აქვს მეთქი. მაგაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, იმიტომ რომ ეგ და კიდე ერთი ტიპი არიან, სტუმრად უცხოელები არიან რა და მოვიდნენ თავისი იმით და ხო არ გავყრედით აქედან და მშრალი არ არის, ეგ არის პრობლემა რა. ხო და საბურავები არ ვიცი რა აქვს და თან არაცვია ზედ არაფერი. ნუ ეხა დააგდო ტემპი და არ ეთყობა რასაც აკეთებს, მაგრამ რეკომენდებული არ არის ესეთ საფარზე. მომახტუნა საწოლიდან. ზემბრიდავს. ბიჭო, უფრო ხშირად მინდა სიარული რა. ვატყობ რომ ეს კვირაში ერთი მოსვლა არ მყოფნის. ოპტიმალურ დონემდე უნდა იპრესებოდეს ეს ჩანგალი რა და თუ არ იპრესება ოპტიმალურ დონემდე და თქვათ ან ზედმეტად იპრესება, მაგით იგებ რომ აღარ ყოფნის თქვათ თითო რაღაც უნდა შეა. ანუ ეხა გეწმენდა. აი ხა თუ დავაკვირდებით რამდენად მოძრაობდა ჩანგალი. ჩამოდიოდა მიახლოებით აი ამაზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც bottom out აი აქ არის, ეს ნაწილი მთლიანად არ გამოიყენებოდა. ეხლა რა ხდებოდა, როდესაც აი აქ ჩამოდიოდა მთლიანად ხამუტი, აქ ჩერდებოდა და უკვე რადგანაც ქვემოთ აღარ იპრესებოდა, ორი ვარიანტია, ან ქვასავით იყო უკვე დაკიდების სისტემა და მეტი ქვემოთ ვეღარ ჩადიოდა, იმიტომ რომ უფრო აგრესიულად აღარ ვამხრუჭებდით. ან მეორე ვარიანტი უბრალოდ ნელა დავდიოდით. ნელა არ დავდიოდით ამ ვარიანტში შესაბამისად. ნელა დავდიოდი. რამდენი ნელა დავდიოდი? მაშინ ანუ სტანდარტულად ნელა დავდიოდი თუ ძალიან ნელა დავდიოდი, იმიტომ რომ მაშინ ეხა ჩქარაი არის, არაფერი არ შეცვალა. არა, სველი არის და სლაიდერები მაქვს მარტო და ეს სლაიდერები გაიხეხეთ. ანუ race pace-ში არის. შენი ჩქარი pace-ი არის. და მე ნახე რა შეიძლება მოხდეს. აუ, გადამაგდო. ძმამ გადამაგდო. მოკლედ, როდი ჩავთვალოთ, რომ ეს იყო შენი race pace-ი, მაშინ შეგვიძლია ესეთი რაღაცა ვქნათ, შევამციროთ კომპრესია, გავხადოთ ჩანგალი უფრო რბილი და გამოვიყენოთ მთლიანი range-ი. უკეთესად შეიძლება მოხვას თუ დაიკეცება ჩანგალი, რადგანაც ბაიკის გეომეტრია შეიცვლება და აი აქ იქნება და მე აქიდან გაშლი trail braking-ით სიტყვაზე. და მეორე ნაკლები დაძაბულობა გექნება ხელებში, იმიდან გამომდინარე, რომ უფრო რბილი იქნება წინა საბურავიდან ფიდბექი და ზედმეტ ინფორმაციას, რაც არაფერში არ გჭირდება, რა აი აქ რო გაქოვებული არის უკვე ჩანგალი, მაგ ინფორმაციას აღარ მიიღებ, უფრო მშვიდად იქნებ და გზაზე კონცენტრირებული იქნებ. ვინც ვერაფერი ვერ გაიგეთ, დაწერეთ ამინ. მადლობა. აი მეგობრებო, კამერა ხო აყენია ამაზე. გიხრილიზი არის ეს და უმარტივესად წკა პარსად არ მიდის ხოლმე და მუშაობს იდეალურად. ჯურისთვის მოვედი და რეებით ვერთობი, მაგრამ იცოდით რომ Red Bull-ის აი ეს რადიუსი კილის ზუსტად ერგება iPhone-ის უკან რო ბოლოში რო წრე არის მაგნიტური მაგას. აი ესე შეგვიძლია და ეს შეივსება. მაგრამ მე ისევ დალევთ. უფრო ხისტად რო ვეურთიერთები მუხრუჭს და გაზს ბევრად უფრო მეტად ცანცარებს ეხლა რაც ჩვენ შევცვალეთ ეგა ალბათ shit სატრაქში ვიყურები არ ვიცი ეს ტრენდი თუ ნახეთ ეს გასაღებს აგდებენ და ვითომ გასაღები უნდა აიღოს და რა ლამაზი ფეხსაცმელია ეს რა არის საგიჟეთი Facebook-ზე და Instagram-ზე რა ჯანდაბას აღარ ნახავ. ძალიან დიდი მადლობა VS Coffee-ს, უდიდესი მხარდამჭერი წლევანდელი სეზონის გენერალური სპონსორიც რბოლაჯია და ასევე დიდი მადლობა Jet Media-ს. ეს არის ვიდეო კონტენტს აგენტო, რომელიც მოგემსახურებათ უმაღლესი ხარისხის ვიდეო კონტენტს გაგიკეთებთ თქვენი ბიზნესისთვის ან პერსონალური ბრენდისთვის. ვერ ვიტან აი ამ დირინგს რა, მაგრამ სამაგიეროდ რა ლამაზი ჩაფხუტია, შეხედეთ. გადაეზარდა. აშკარად ხო. აი ესე რომ გამოვლე ვინჩ კარადადის მე შევგორდები. ხელი რა შეუშალა. აი ეს რა კაი რამეა. ძალიან კაი არის. არა, დავაგდებ უეჭველი. დავაგდებ არ მინდა. რაღაცა არის აქ რო თლად არ გაითალოს, არა. არა, ის არა. რა პატარა, ვაიმე. არ არის ისეთი რა.
აუ ძალიან არ გამისწორდა. რაღაც ვაფშე ვერ მივხვდი რა ხდება რა. ანუ იმენა ვერ ვიგებ რა უნდა რა. ვერც მოუხვიე, ეს ეგრევე მიდის, აი. ნახე აქ რა არის თემა. ეს არის ტრენაჟორი. ხო. ტრეკზე მე იარო მაგრად რა. და ტრეკზე რო დადიხარ, ამაზე რო გადმოჯდები. მე ეს იმდენად გისწორებს, იმიტომ რომ ხელებს ვერ აყ, ეს არ გაქვს ფაქტიურად. და ტრანის ინერციით და პატარა კონტროლით აკეთებ ყველა. აუ არა ძალიან აი მაგარი არასანდო შეგრძნება არა გონია რომ ნებისმიერ წამს просто გამოგეცლება რა. მაგრამ აი ხილებს ამით აკეთებ მაგარ აპდეიტს. ხო. აღარ გიდა? არა. სად არის kickstand-ი? მე არა. არა აქ. ნამდვილი true racing bike. შენ არ ვიცოდი ვინ იყავი და ახლა საბა დედას ვცეო შემპონში დავიწყე. მართლა? რა მაგარია. ისეთი კაი ის მადლობა. ემოცია რომ აი მეთქი ბიჭო რა მაგრაა. აუ რა კაია, დიდი მადლობა. და აღმოჩნდი მე აქ. მე მომწავლე და რუსთავი და მე ცოტა გვიან მოვიწამლე, მაგრამ მაინც მოვიწამლე რა. მაგრამ შენი მენასაყო რა. მადლობა. აუ რა მაგარია, ძალიან დიდი მადლობა. რაღაც პერიოდი რო გეყოლება რა, აი როგორი ხმარ, პროსტა რო დამააპდეითო, აი ხო რა, აი რამენა თუ უფუჭდება რაღაც პერიოდი რო გეყოლება, რამე ხო არ გაუფუჭდა და ვეღარ იშოვე, აი რამდენად თქვა შესანახადაც ადეკვატურია რა. პიტსტოპია გარანტიაზეა და. გარანტიაზეა ხო. სპიდომეტრი არა, გარბენს როგორი თვლიან? არა. ნუ ვადა ალბათ ხო. ვადა აქვს რომ ეხლა ხვდები. მაგარი ტიპია. რა ღირს? 8000 ლარი. 8200. ოკეი. მოდი ვიაროთ დიდი მოტოცინელა, ვიდრე ნელი მოტოჩქარა. აი ეხლა ცოტა რაღაცა თითქოს ვიგრძენი და თავდება უკვე რა. თითქოს გახსნა და მაგრად ეხავს რომ უკვე მთავრდება. ხალხ ხელს უშლის, მაგრამ რა სიზა. აუ, რო ხედავ რომ ვიღაცა მოდის. ზოლი არ მაქვს საერთოდ. განა სწორი და არასწორი. სწორზე და არასწორზე კი არ არის საუბარი. საერთოდ ზოლი არ უზოლოდ დავდივარ. რასაც ცხოვრება მოიტანს ისე დავდივარ. რა მოვიდა აბა? აი ძალიან გაუთავამდი იქიდან და ხო. მოსახლეში ზედმეტი გაზით შევედი და პატარა ჰაი-საიდი გამიკეთა. მართლა, გაგდოზები? მაგდოზეა. ეს გაიხეხა. ეს გაიხეხა. ეგი გაიხეხა, ეს გაიხეხა. აი ეს არის ცოტა მოხეხილი. ეს ცოტა ხო. არა, აი ხოძეა, ნუ როგორ გადაეჭირება და ეგ არის. აი ის ნახე ოდნავ გახეხილია. ხო, აი ესეც. ბევრად იაფია ხო ამის გამოცვლა ეხლა, იმენა 2 ლარი არის და ძალიან თან ჰაი-საიდიც ბევრად უფრო მეგობრული იქნება ვიდრე დიდ მოტოზე.
აი შეიძლება მოხარია უბრალოდ. არა, არ გინდა იყოს. Просто ერთს ვიდა და მე კაი ამინძზე გადავაკეთოთ. აბა როგორ წავიკითხოთ? რა არის? არა, პრელოუდი იყოს, კომპრესია მაინტერესებს. დამცხა ძალიან. აუ, ლიტრიანად გადამიკეთათო. აი, არა, просто მაქსიმუმს ამოწმებდი სად იყავ. მაინც ჩავახდე 6, 7. ვა, ბოლომდე ნახულობ რამდენია ნახე. ნახე, არა, ბიჭო, ძალიან გახსნილი ქონდა რა გინდა. ახსნელი გაქვს ჩემო კარგი. რამდენი კილო ხარ? პრელოუდი გინდა. Skinny. 67. Is too skinny. კაი, მოდი დავაყენოთ ეს ზამბარისის გვექნება შეცვლები 8 მმ-იანი 6 კუთხედი ხომ არა გაქვს შემთხვევით. ეს ლაპარაკობდი ხო არის. დაიზებინეს 1-2 დავდიოდი ჩემთვის წყნეში 20-ით მომიყვანეს აქ რაღაცებს მაკეთებინებენ, აბა მე რა ვიცი. ეხლა რამე არ მომივიდეს, თორე ეგრევე ვიცი ვისაც დავაბრალო რა. რაღაცები დაატრიალეს იქ გამიფუჭეს. ატრუალეს. ჯადო ქარის სუსპენსიის თავის ელემენტში. ქუთაისელი დაიმოს. დავითა მოსიაშვილი. დავით მოსიაშვილი. ეხლა რომ შეხვიდე ნელა იგი. აი ყველას გავასწრებ. არა, არ ვიცი სიარული. ეგ ოფცია არ მაქვს. ანუ თავი რო კომფორტულად იწვი. იმაზე კომფორტულად ვიდრე წინაზე იყო. არ აჩქარდე. არა, просто ვიგორავე. იმიტომ თუ კომფორტულად იწე თავი და აჩქარდი და დაილეწე, I am to blame. რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტი you're to blame, ანუ სხვა გზა არ არის. კანაკულში. კარგი, ბოლომდე მოუხსენი პრელოუდი. არაფერი აღარ დავწოვე. როაჩქარდება მე მოუწევს მოჭრილი. უკანა კუჩზე აღარ ჩამჭო. ჯერ უბრალოდ ეს ხამუთი ჩამოვიყვანო, რო ქვები. შეგვიძლია ამის გადაუღო. ხო. და შეადარო უფრო ხამუთი ჩამოვიყვანო და ბოლომდე თუ იხმარ დაგიდებს სისტემა. კაი ბიჭობის ხამუთი, აბა სიაში რომელი ვარ ერთი ჩავიხედო. აი აქ ხარ ეხარა. აუ ძალიან მკვევით ხო კაი ბიჭების არა, სიაში. აქ უნდა ჩახვიდე. უფრო უნდა ჩაიცუსკო. აბა, ანუ უფრო ჩაჩუსკული აქამდე. გასაგებია. ხო, ნახე როგორი სეპულტურას მაიკა აქვს ადამიანს, სეპულტურას მაიკა. სექტიდან ხარ ესე იგი შენ. კი. ბასის ლარი დატოვა თუ ჯერ არა? წავედი. ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უკვე ტორმუზის ფაზაში როცა ხარ, მარტო ტორმუზზე ფიქრობ და ყოველთვის გაზომაზეც გინდა გაჩერება, ჩერდები ყოველთვის პირდაპირ. ხო. გაჩერების პროცესში მოსახვევზეც იფიქრე. წადი იმ ტრაექტორიისკენ, ტორმუზის პროცესშივე წადი იმ ტრაექტორიისკენ და ნახე როგორ გაიხსნება გაზზე გადასვლაც თავის. ხო. ეს რეაქცია. ნახე, ახლა ესეთი რაღაცა უნდა ვცადო. ძალიან ჩაკუկული დავდივარ, მე მგონი წინაზე უკეთესად ვია, ჯერ ეს რა სიარულია, მაგრამ აი შეგრძნება წინაზე უფრო მქონდა, რომ რაღაცას თითქოს უფრო აი ხო იცი რომ აწვევი რა, კეპესიტი რაც არის და რომ გააფართოვებ ცოტა თუ რაღაცა. მე დღეს გქონია რომ ტყუილა მოვედისავით, ანუ ყველა მოსვლა რაღაცას იძლევა უეჭველი, მაგრამ აი ეს შეგრძნება არ მაქვს, რომ რაღაცა ახალი მოხდა თითქოს რა. მე ვაბრალებ ამას. აი სველი როა მაგას რა. ნუ სველი არ არის, მაგრამ რაც იყო ხომ მიხდით. ძალიან ჩაძაბული დავდივარ და თან ეს საბურავის ამბავიც ნუ რა თქმა უნდა რომ ფაქტორია.
ესე ძალიან მაგრად ვფლიანობ. ძალიან კაია სინამდვილეში. ის თელეგრე ოფისში ზიხართ და არანაირი ფიზიკური დატვირთვა არ გაქვთ. ძალიან ბევრ ძველ წყალს იჩერებთ ორგანიზმში. ჰომეოპათიური გაკვეთილებით ჩავატართ. აუ დავიბრიდე, ძალიან დავიღალე, всё.